მოგესალმებით ანა, ხო, როგორც შენც უთხარი, მაყურებელ ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დარბაზი სრულად სავსეა. სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის ელჩები, პოლიტპატიმრის დედებიც არიან აქ, რომლებიც ესწრებიან პროცესს და ძალიან ბევრმა ადამიანმა დარბაზის სიმცირიდან გამომდინარე დღეს ვერ შეძლო დასწრება. მე მინდა მაყურებელს ვაჩვენო კადრში რა ხდება ამ წუთებში გარე პერიმეტრზე საქალაქო სასამართლოსთან. თავისუფლება მზიას ამ ხელა დიდ ბანერს ხედავთ, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებს აქვს გაშლილი ევროკავშირის საქართველოს დროშების სხვადასხვა პლაკატები და ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება აქ. როგორც სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, გიორგი ბურჯანაძეს ვხედავ, რომელიც სპეციალურად არის ჩამოსული მზიას პროცესისთვის, თუმცა მან ვერ შეძლო, ხო, როგორც ხვდები, ვერ შეძელით. შესვლა, იყავით, ვერ შეძელით. როგორი მოლოდინი გქონდა, ძალიან ბევრი ადამიანია და ვხედავთ უამრავ სამართალდამცველს, რომელიც ჩუმჩუმად უღებს აქ მყოფ ადამიანებს. ქართულ სასამართლოზე, ბჭყალებში სასამართლოზე შეუძლებელია რამე პროგნოზის გაკეთება, მით უმეტეს ისეთ პროცესი, როგორც ზია ამაღლობის პროცესია, რომელსაც არანაირი კავშირი არა ქართულ სამართალთან და არაფერს რაღაცა წესებთან დაფუძნებულ წესრიგზე. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, ზია ამაღლობელი, რომელიც არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი არის, რომლის მიმართ განხორციელდა საპოლიციო ძალადობა, იქით იჭერენ იმის გამო, რომ ესე ვთქვათ, შეეწინააღმდეგა ამ არასათანადო მოპყრობას. ამაღლობის პოლიტიკურ პატიმრობაზე მე თქვენ და ქართული საზოგადოება არ ლაპარაკობს, სოფლიოში არ დარჩა ავტორიტეტული ორგანიზაცია, ავტორიტეტული ესე ვთქვათ შესაბამისი უფლებადაცვითი ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხზე არ საუბრობდნენ. ბოლოს ნახეთ Human Rights Watch-იც, რომელმაც აღნიშნულზე პირდაპირ თქვა, რომ ზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს და დიახ, ზია ამაღლობის პროცესი არის კლასიკური პოლიტიკური პატიმრობის პროცესი და შეუძლებელია აქ რაიმე კონკრეტული მოლოდინი გქონდეს. მთავარი არის ამ შემთხვევაში, როგორღაც შევძლოთ ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ჩვენი ესე ვთქვათ პოზიციის მყარა დაფიქსირება და მხოლოდ ამ ტიპის ბრძოლით არის შესაძლებელი ამ ტიპის ბჭყალებში სასამართლო პროცესებზე გამარჯვება. პოლიტიკოსებსაც ვხედავთ, როგორც გითხარით, გიორგი კირთაძეს, ვატო სურგულაძეს, ბუნებრივია ორივე მათგან შევაფასებთ. პოლიტიკური შეფასება როგორია იმ ყველაფრის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში? ძალიან კაი ბანერი გამოიტანეს, ცირკიო. ნამდვილად, თუმცა ცირკში ხალხი სერიოზულად მუშაობს და ეს არის არალეგიტიმური მთავრობის სრულად არაკანონიერი და დანაშაული მოქმედება. ესე შემიძლია შევაფასო. ეს არის დანაშაული, რა დღეს, დღეს ხდება ბათუმის სასამართლოში, რა ხდება თბილისის სასამართლოში პრაქტიკულად ყოველ დღე. მადლობა, როგორც გითხარით, გიორგი კირთაძესაც ვხედავ ახლების ერთ-ერთ ლიდერს. გიორგი, პოლიტიკური შეფასებები როგორია? ჩვენ დღეს მაყურებელს ვაჩვენეთ ასევე კადრები, ვხედავთ სამართალდამცველებს ირგვლივ, რომელიც ხეების უკან არიან ამოფარებული და ჩუმჩუმად იღებენ აქ მყოფ ადამიანებს. კი, ეხო წესია, ძალოვანი სტრუქტურა შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი რეჟიმმა, რაღაცა აქცია იმ ტიპის უწყებად, რომელიც ამით არის დაკავებული ვინ მოვა აქციაზე, ფოტო უნდა გადაუღოს, ვიღაცას გაუგზავნოს, ალბათ სულს, მერე სულს იმის სახში უნდა მივიდეს და ასე შემდეგ, ან ნათესავებს ესაუბროს. და შეაშინოს, მოისყიდოს და ასე შემდეგ. ამ პირობებში ცხოვრობ ჩვენ ახლა, ეს არის რეჟიმი, აბა რა არის. თუ ადრე რეჟიმი გვირეკავდა და გვაგინებდა, რა ვიცი, ცემატყეპა ჰქონდათ ქუჩაში, რავი, 1000 უბედურებებს აკეთებდა, ახლა მის ბოლო ეტაპზეა გადასული, მზია ამაღლობელი ყავს საპყრობილეში, სხვა უამრავ ათეულობით სინდისის პატიმარსა თუ პოლიტიკურ პატიმართან ერთად. ეს არის რეჟიმის ბოლო მცდელობა, რაღაცა ფორმით, ყველაზე სასტიკი ფორმებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ეს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ კარგად ჩანს განწყობებით. ბათუმში, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რაიონებში რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგი და ამ ქვეყნის დიდ უმრავლესობას ივანიშვილი თავისი რაღაცა ერთი მუჭა წარმომადგენლებით რეჟიმისა ვერ მოერევა. მადლობა, მე თუ არ ვცდები, ვხედავ ლიკა გუნცაძეს, ხო, ოპერატორთან წამომყვეთ ანდრო ჭიჭინაძის დედას, რომელიც საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება. მოგესალმებით, არ შემეძლო რომ არ მოვსულიყავით თქვენთან. პირველ რიგში მადლობა ესეთი კარგი შვილის გაზრდისთვის. თქვენი შეფასება როგორია? დღეს ხართ მზია ამაღლობელის პროცესზე მოსული. რა არის თქვენი სათქმელი და რატომ გადაწყვეტეთ დღეს აქ ჩამოსულიყავი? არა, აუცილებლად უნდა ჩამოსულიყავი, იმიტომ რომ ეს არის მზია არის ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის თავისუფლების სიმბოლო, რომელიც მთელი თავი შეგნებული ცხოვრება იბრძვის თავისუფლებისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის. ერთი
ლოყაზე მოცაცუნებისთვის რომ ამხელა წლები აქვს მისჯილი, ეს არის ყოველად აღმაშფოთებელი. ესე იგი ჩვენ ქვეყანაში ჩვენ სახელმწიფო თუ ქვია ამას, საერთოდ ჰუმანურობა არ არსებობს. კანონები მარტო არ გმარა. ქვეყანა სადაც არ არსებობს ჰუმანურობა, ეს უკვე რა თქმა უნდა ავტორიტარულ რეჟიმს უახლოვდება. აუცილებლად უნდა ჩამოსულიყავით და აუცილებლად უნდა შევავწიროთ და რა ვიცი, მე მგონია რომ მაინც რომ აუცილებლად გავემართოთ და აუცილებლად ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, როგორშიც ზიას უნდა რომ ვიცხოვროთ. ძალიან დიდი მადლობა ნინია კაკაბაძესაც ხედავთ. ხავტო ნინია პირდაპირ ეთერში ვართ, ესე ფორს მაჟორში მუშაობთ, ვიცით რომ მართლა ესეთი ნეიმანიშვილს წევლიდი ახლა და მომისარეთ სულზე. იმიტომ რომ ის არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება. მისი დამსახურება არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის პირდაპირ რუსეთისკენ, დაშორდება ყოველდღიურად ევროპას და ის, რომ ჩვენ ძალადობრივი რეჟიმში ვცხოვრობთ. დღევანდელ პროცესზე მოლოდინი რა გაქვთ? არსებობს მოლოდინი ერთგვარი, რომ დღეს განაჩენიც იქნება, თუმცა რა მოლოდინი გაქვთ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ცხოვრობთ ბოლო პერიოდში? საბოლოო ჯამში სამწუხაროდ პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. განაჩენი არ ვიცი დღეს იქნება თუ არა, შესაძლებელია იყოს, შესაძლებელი არ იყოს, მაგრამ როდესაც იქნება, მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ მზიას გაამართლებენ მიუხედავად იმისა, რომ ის აბსოლუტურად უდანაშაულო არის, მაგრამ აუცილებლად საბოლოო ჯამში მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმისა, რომ აი ეს ხალხი, ვისაც აქ ხედავთ და კიდევ ძალიან ბევრი არის ამ ჩვენთან ერთად, აუცილებლად გავიმარჯვოთ. მადლობა, ხო, მოლოდინი ყველას აქვს იმის, რომ აუცილებლად გავუმარჯვებ, მე თან ოპერატორს წამოყვეს, მალხას ჭკადუასაც მინდა ვკითხო მალხას, რა მოლოდინი გვაქვს დღეს? პრინციპში არავის არ აქვს პოზიტიური მოლოდინი იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც ქართული ოცნება გვაცხოვრებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა სასწაულის მოლოდინი დაანონსა და გჯერა ამ სასწაულების ქართული ოცნების პირობებში. მოდით ვიყოთ რეალისტები, ჩვენ 7-8 თვის განმავლობაში რაც დავინახეთ ქართული ოცნების მხრიდან და მათ მიერ მიტაცებული სასამართლოს მხრიდან არც ერთი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, სამართლის უზენაესობისკენ, სიმართლისკენ, ადამიანის უფლებების დაცვისკენ პრაქტიკულად გამოგვიცხადეს მზია პირველივე დღიდან რაღაცა უცხოური ძალების დაკვეთების შემსრულებელ ადამიანად, გამოგვიცხადეს მზია რაღაცა აგენტად, რომელიც ასრულებს რაღაცა deep state-ის თუ ვიღაცების დავალებებს. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა და ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ქართული ოცნების. სახელაშვილი ყოველ ჯერზე აფორმებს ამ პოლიტიკურ დაკვეთას. რა თქმა უნდა, რაღაც პარალელურ საქართველოში შეიძლება სახელაშვილმა სხვა გადაწყვეტილება გამოიტანოს, მაგრამ პარალელურ საქართველოში მზია ეხლა იქ არ იქნებოდა. მზია მაქსიმუმ იქნებოდა ჯარიმით გამოშვებული პირველივე კვირას არა, პირველივე დღეებში. ამიტომ მოდით ვიყოთ რეალისტები, ეს არის ბრძოლა, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან რთული და ამ ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის დღეს, როცა ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, უნდა შეიგრძნონ, რომ აი ეს ეფექტი, მსუსხავი ეფექტი, ეს რეპრესიული ძალა ქართული ოცნების სახით აპირებს, რომ ჩაახშოს ყველა ბასტიონი, რომელიც დარჩენილია თავისუფალ მედიაში. ყველა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს უნდა უთხრას, რომ აი თქვენს დაგჭით. ერთადერთი რაც ამას წინააღმდეგობას გაუწევს, არის ჩვენი ერთიანობა, ჩვენი წინააღმდეგობა, ჩვენი ძალისხმევა და ერთგულება ჰუმანიზმის და დემოკრატიის პრინციპებისადმი. მალხას, იცი რა მინდა მაყურებელს შევახსენო, როცა შენ ახსენე, რომ ზიამ წინასწარ დაგეგმა და ამ განცხადებებს ვისმენთ მოწმე ვლადიმერ ჩიტაია, რომელმაც პატაკიც დაწერა, რომ აი, იცით რა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ წინასწარ იყო მზიას დაგეგმილი. თუმცა პროკურატურამ ეს ადამიანი ამოიღო მოწმეთა სიიდან, როცა ჭტებაპირმა იპოვა, სხვათა შორის არც კი იცოდა, რომ მოწმეთა სიაში არ იყო. ესეთ ფაქტები ბევრი. ეს ხომ იმისთვის გააკეთეს, რომ ნატო იმისთვის, რომ რაღაცნაირად
კვალი გაიყვანათ იქ, სადაც არ არის. ხო, თეთრი ძაფი შეეკერათ მზიას წინააღმდეგ მორიგი, რომ აი რაღაცა წვდომა ქონოდათ მის ტელეფონთან და მზიას ტელეფონში როცა ვერაფერი აღმოაჩინეს, რომ აი რაიმე ტიპის დავალების შესრულების და ასე შემდეგ, ხო? ეს ასე ვთქვათ დატოვეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე, იმიტომ რომ პრაქტიკულად პროკურატურას არაფერი მტკიცებულება მზიას წინააღმდეგ გარდა იმ ცნობილი კადრისა არ არის და პროკურატურამ და ასევე საგამოძიებო სპეციალურმა სამსახურმა ვიდრე არსებობდა აბსოლუტურად წაუყრუა ყველა იმ ღირსების შემლახავ ადამიანის უფლებების შემლახავ ქმედებას მზიას წინააღმდეგ ჩადენილს დგებუაძის მხრიდან, სხვა პოლიციელების მხრიდან, თვალი დახუჭა ასევე საპოლიციო ჭყლეტვაზე, რომელიც 11-12 იანვრის ღამეს გაიმართა. ანუ პრაქტიკულად ქართული ოცნება ამ საკითხს ისევე როგორც სხვა ყველა სინდისის პატიმრის საკითხს უყურებს ცალმხრივად და ისინი ითხოვენ რაღაცა ტიპის მონანიებას, რაღაცა სინანულს იმისთვის, რომ ეს ადამიანები თითქოს შეიწყალონ ან რაღაცა ტიპის შემხვედრი ნაბიჯი გადადგან. რა უნდა მოინანიოს მზია ამაღლებულმა, რომ საკუთარი ღირსება დაიცვა, უნდა მოინანიოს ის, რომ მისი ახლობლები პრაქტიკულად უკანონოდ დააკავეს და იქ საშინელება ჩაიდინა პოლიციამ. თუ ჩვენ დავსვამთ კითხვას ქართული ოცნების წევრების მიმართ, იქნებ ოდნავ მაინც ეცადონ, რომ შეატრიალონ ტრაექტორია და საკუთარ გულში, საკუთარ სინდისში ჩაიხედონ, თუ შერჩენიათ ასეთი რამ, პრაქტიკულად საქართველოს 45 წელია არყოლია ქალი პატიმარი ჟურნალისტი ნაზი შამანაურის შემდგომ ძვირფასო საქართველოს მოქალაქეობო და ქართულო ოცნებო ნაზი შამანაურის შემდგომ საქართველოსში არ ყოფილა ჟურნალისტი ქალი დაპატიმრებული, დატყვევებული. მზია ამაღლობელი არის თქვენი ტყვე და თქვენვე შეგიძლიათ გაათავისუფლოთ თქვენი მართული სასამართლოს პროცესზე დღეს. სამწუხაროა, რომ ასეთი დეჰუმანიზაცია და ფეხქვეშ გათელვა კანონის უზენაესობის არის თანამედროვე საქართველოს სახე. მაგრამ ამას არც ქართველი ხალხი და არც ის ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ამდენი ხანია რუსთაველზე, საკონსტიტუციოსთან, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, თელავში, ქუთაისში, რა თქმა უნდა, არ შეგარჩენთ ჩვენ კონსტიტუციით გარანტირებული შვიდობიანი გზებით აუცილებლად ვეცდებით, რომ სამართალი დადგეს თქვენს თავზე. მადლობა. ანა, როგორც გითხარით, აქ ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების არასამთავრობოების, სამოქალაქო აქტივისტების. სიმონ ჯანაშიას ვხედავ, რომელსაც მინდა ვკითხოთ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი შეფასება უკაცრავად რო საუბარი შეგაწყვეტეთ, თქვენი შეფასება გვინდა ამ ყველაფერზე, რასაც ამდენი თვე უყურებს ქართული საზოგადოება და რა მოლოდინი გაქვთ, საინტერესო გაქვთ მოლოდინი, რომ ნინო სახელაშვილი იქნება გამონაკლისი? მე მგონია, რომ ჩვენ უყურებთ სინამდვილეში არა ერთი ადამიანის პროცესს, არამედ მთელი ერის გასამართლება ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვასამართლებთ იდენტობას ჩვენსაც, ხო? ანუ როგორი ხალხი ვართ, ღირსეული ხალხი ვართ თუ არ ვართ ღირსეული? პოლიციელები გვინდა რომ იყვნენ ვაჟკაცები, ტკივილს რო უძლებენ თუ ისეთები რაღაცა ლოყა რო უწევდება და ამის გამო რო გარბიან და პატაკებს წერენ და ქალებს აპატიმრებენ და ციხეშესვამენ. ხო და მე მოლოდინი მაქვს, რომ რაღაცა გაიღვიძებს ეს ღირსების გზნობა ყველაში, მათ შორის პოლიციაშიც, მოსამართლეებშიც. და მე მგონია, რომ ცოტა რაღაც საყი აზრი დარჩენილია გაწოდების მიმღებებშიც. მე რას ვაკვირდები, მოსამართლეებს სულაც არ უხარიათ იმ განწყობილების მიღება, რასაც იღებენ და იმედი მაქვს, რომ რაღაც ავტონომია შეინარჩუნებენ პოლიტიკური კლასისგან, როგორც ესეც უნდა იყოს. მადლობა. მე კიდევ ერთხელ ვთხოვთ თან ოპერატორს წამოყვეს და გათვალიერებინებთ რა ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, როგორც გითხარით, სხვადასხვა სტილის ადამიანი, ძალიან ბევრი ადამიანი აპროტესტებს იმას ამ ქვეყანაში, რაც ხდება, ხედავთ ბანერს და პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენო გითხრათ, თქვენი სათქმელი რა არის დღეს ბათუმიდან? არ არის მარტივი, მართლაც უყურო იმ რეალობას, რა რეალობაშიც ქართული ოცნება აწუხებს. ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მზია და ყველა პოლიტპატიმარი განასახიერებს დღეს საქართველოს და თუ მივატოვებთ ამ პროცესს, მივატოვებთ საქართველოს და წარმოუდგენელია დღეს მზია თელ საქართველოს წარმოადგენს და დღეს საქართველოსთვის ვართ ფაქტიურად აქ და არა კონკრეტულად მზიასთვის, თორემ მზიამ თავის გასაკეთებელი გააკეთა და დაიცვა ის სამართალი და ღირსება, როგორც უნდა გაეკეთებინა და ჩვენ თუ მივატოვებთ ამ პროცესს და მივატოვებთ მზიას და სხვა პატიმრებს, ნუ აი ჩვენ უბრალოდ სამარცხვინო ხალხი ვიქნებით და ეს არ უნდა გავაკეთოთ არც.
მადლობა. აი ან ესეთია ვითარება. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ოპერატორს, რომ კადრში შეგახედოთ რა ხდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე წინა მხარეს. ხედავთ ძალიან ბევრ სამართალდამცველებს, ნაწილს პოლიციის ფორმებში, თუმცა სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული თანამდებობის პირი პოლიციელები ძალიან ბევრია და ჩვენმა მაყურებელმა ნახა, რომელიც აქ მყოფ ადამიანებს ჩუმად ხის უკან დგანან და ისე უღებენ ფოტოებს. სასამართლო პროცესი უკვე დაწყებულია მზია სასამართლო დარბაზში. როგორც გითხარით, ამ ხტომას პოლიტპატიმრების მშობლები, დედები ესწრებიან, სალომე ზურაბიშვილი, ელჩები სხვადასხვა ქვეყნის. დღეს არსებობს მოლოდინი იმისი, რომ გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე ნინო სახელაშვილი. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს იმას, რომ ეს მოსამართლე არის ის ადამიანი, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და ეს მან დაადასტურა ერთ-ერთ პირველ პროცესზე და ასევე მას შემდეგ, რაც მან დაიწყო მზია ამაღლობლის საქმის განხილვა და მან მზია ამაღლობელი გაუშვა ციხეში ქართულმა ოცნებამ ის უბადო მოსამართლედ დანიშნა. დიდი მადლობა ნატო, დაგემშვიდობები დროებით. ნატო გოგელია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. მან ახსენა